მოგესალმებით. დღეს გთავაზობთ მორგან რეინ ჯონსონის ინტერვიუს, რომელიც მან მისცა მაიკ სალას მის შოუში. სუპერ ჯარისკაცის ქალი, სუპერ ჯარისკაცის ცხოვრება საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში. რაც დავიწყოთ. მაიკ სალა მიესალმა მორგან რეის ჯონსონს მორგან რეი მადლობა გადაუხადა მაიკ სალას, რომ მოიწვია ის. ხო, მორგან რეიმ თქვა, რომ ეს არის ჩემი პირველი გამოჩენა საზოგადოების თვალწინ. მაიკ სალა ეუბნება, რომ თუ შეგიძლიათ მოყევითო თქვენზე, როგორ მოხდაო ეს ყველაფერი. მე ხელშეკრულება დავდიო ქალიშვილთან, რადგან ვიცოდიო, რომ ის ამ ცხოვრების ბოლომდე ვერ იცოცხლებდაო. ჩვენ შეგიძლია გვენახა მისი ზოგი მოგონებებიო. ჩვენ ვიცოდით, რომ ის მოხდებოდა პროგრამაში MK Ultra-ში, ასე რომ მე ვიყავი უფრო ხანდაზმული სული და მე მინდოდაო მოვსულიყავიო და რაღაც ახალი მეთქვაო. მე ვიყავი სადღაც 3-5 წლის, როდესაც მე შევედი მის ცხოვრებაში, ის წავიდაო. ის იყო მიახლოებით 30 წლისო. სავარაუდოდ სადღაც 31-32 წლის. ის წავიდაო, რადგან მისი ცხოვრება იყო ძალიან დაძაბული. ალბათ თქვენც იცით, რომ ჩემ ცხოვრებაში გესმოდათო, რომ ჩემ ცხოვრებაშიც იყო დაძაბულობა. მაიკ სალა ეუბნება, ხო, ეს გოგო, ეს მორგან რეი თურმე ერთ-ერთი ქალიშვილის სხეულში ჩასახლებულა მისული. ხო, და მაიკ სალა ეუბნება, ეს იგი, როდესაც თქვენ გახდებითო 31-32 წლისო, თქვენი სული გამოვაო იმ სხეულიდანო? ხო, საქმე შედგებოდაო იმაში, ამბობს მორგან რეი, რომ მე ვიყავი უფრო მოზრდილი სულიო, ზრდა სულიო და მე შეძლებდიო მეტი გამეკეთებიაო. და მე როგორ ძლიერი სულიო შეძლებდიოს ამ სხეულში შეცლასო. ხო, ჩვენ ორივე ვიყავითო სხეულში, ესე იგი, იმ სხეულის მეპატრონეც და ამის სული. ორივე იყვნენ ერთ სხეულში. კი ხდება ხოლმე, მაგალითად, ერთ-ერთი წყაროდან მე მოვისმინე, რომ თითქოს ლინკოლნი ბოლო წლებში ლინკოლნს შეუცვალეს სული, ლინკოლნის სულის თანხმობით. ესე იგი, ლინკოლნის მაგივრად მის სხეულში ჩასახდა სხვა სული, უფრო ძლიერი სული, რომელიც უფრო შეასრულებდა ამ მისიას, რა მისიაც ჰქონდა დაკისრებული ლინკოლნს. ხო, რადგან იყო საჭირო ის შეცვალეს უფრო მეტი კომპეტენტური სულით. ხდება ასეთი რაღაცა, რომ ზოგჯერ ერთ სხეულში ცხოვრობს ორი სული. ხო, როდესაც იმ გოგოს სულმა დატოვაო მისი სხეული, ხომ იყო ის სიცარიელე, ხო? ის სიცარიელე მე შევავსიოთ ჩემი ენერგეტიკული ენერგიით, ჩემი ენერგიებითო. არა, ეს არ იყო ჩვეულებრივი კონტრაქტი სულის ჩასახლებისო. მაიკ სალა იკითხება, ესე იგი, თქვენ იყავითო პატარა გოგონა და დადედითო ბაღში. შეიძლება სამხედროელები მოვიდნენ და თქვენ აგიხესო ანალიზი. და რა იყო შემდეგ? მაგათმა მეო წამიყვანესო პირდაპირ საკლასო ოთახიდან. რაღაც ხელსაწყო მიმადესო, გამიყვანესო დერეფანში, ამიღესო სისხლი და მითხრესო, რომ მე მაქვსო პირველი ჯგუფის სისხლი რეზოს უარყოფითი ფაქტორი. შემდეგ მე წამიყვანესო ელიტურ აკადემიაში, სადაც მასწავლებდნენო და სადაც ქმნიდნენ ჩემგანო სუპერ ჯარისკაცს. შენობა, სადაც ჩვენ სწავლობდითო, იყო ვიქტორიანულ სტილშიო. ჩვენ საკლასო ოთახში ვიყავითო მხოლოდ 3 მოწაფე, უკაცრავად. ვიყავითო მხოლოდ 5 მოწაფე, 4 ბიჭი და მე ვიყავიო 1 კაკალი გოგო. მე ვცხოვრობდიო
აკადემიიდან 2 საათის სავალში. მას მივყავთ ითომე სკოლიდან ან გიმნასტიკის სამეცადინო უბრალოდ ქართულად ხო აკრობატიკის სამეცადინო დარბაზიდანო ან დასვენების დღეებშიო მათ ყავდათო ოჯახები ესე იგი ალბათ უხდიდნენ ფულს ამ ოჯახებს რომ ამ მორგან რეის შეიძლებოდა იყოფნა ოჯახში ყოფნა მაიკ სალა იკითხება თქვენი მშობლები არ ძლიერდნენ ნებართვას რომ ასე მოქცეულიყვდენო მორგან რეი პასუხობს საქმე იმაშია რომ მამაჩემი და ჩემი მამინაცვალი იყვდენო სამხედრო პირები და მე ფიქრობ რომ ერთ-ერთ მათგანს ჰქონდათო პრობლემები და რომ ეს პრობლემები დაემალათ მაგათმა უკაცრავად შესთავაზესო ჩემი თავი მე არ გონია რომ მათ ეს ახსოვდეთო რადგან იქ ბევრ რამეზე შლიანო მეხსიერებას ხო და მგონია მათ ფულით გადაუხადესო მაიკ სალა ეკითხება აგზელებს ხო ესე იგი თქვენ სწავლობთ ელიტურ აკადემიაში და თქვენ სწავლის დამთავრების შემდეგ იღებთ სერტიფიკატს თქვენო აგრეთვე შეგიძლიათ აიღოთო დიპლომი ესთეტიკის დიპლომიო საგანი ასეთი ვერ ახსნიდითო ეკითხება მაიკ სალა მორგან რეი პასუხობს ეს მოხდა 11 წლის შემდეგო ეს მოხდა როდესაც მივიყავი ზუსტად 30 წლის ხო ესე იგი მაიკ სალა ეკითხება 5-დან 11 წლამდე თქვენ იმყოფებოდითო ამ ელიტურ აკადემიაშიო და ერთ-ერთი საგანი რომელსაც თქვენ გასწავლიანო იქ ეს არისო ექსტრასენსორული დისტანციური უნარები და თქვენ არ გინდა თუ ახსნათ თუ რა მოხდაო დიახო ამბობს მორგან რეი ესე იგი удалённый просмотр ესე იგი просмотр ნახვა ხო ნახვა შორიდან ესე იგი დიდი მანძილიდან კილომეტრებით შეიძლება იყოს ეს მანძილი ეს იყო ეს ერთადერთი რა ესე იგი გაკვეთილებისგან რასაც ასწავლიდნენ ბავშვებს ის იყო ვიზუალიზაცია ადამიანებზე ამ ობიექტებზე დაკრუებით ხო ადამიანებზე ან ობიექტებზე დაკრუებისა ეს შეიძლება გაგეკეთებინა სხვადასხვა დროის ხაზებზეო შეიძლება ეს ყოფილიყო ომები შეიძლება ეს გაგეკეთებინაო სხვადასხვა ასაკში ჩვენ თხოვდნენ გაგვერკვია ყველაფერი სხვადასხვა დატრებასთან დათარიღებასთან დაკავშირებით შეიძლება წარსულში ჩაგოხედაო შეიძლება მომავალშიო ლიდერებს აინტერესებდათო ყველანაირი მოვლენა რაც კი მოხდაო ან თუ რა მოვლენა იყო მოსალოდნელი მაიკ სალა ეუბნება ესე იგი მათო ქონდათ საშუალება გაეუმჯობესებინათო უნარები ხედის უნარები მანძილიდან მორგან რეი პასუხობს რომ დიახო მათ ქონდათო შესაძლებლობა ეს ყველაფერი გაეკეთებიათო მაიკ სალა მოიცადეთ აქამდე მინდა გითხრათ ჩქარა თქვა ჩქარა ამბობს ეს გოგო და ვერ შევდელი არსის დაჭერა ესე იგი ოთახში იდგა სატელეფონო ჯიხური მეორე მხრიდან ოთახისა იყო დამონტაჟებული ტელეფონი ჩვეულებრივი ტელეფონი და ესენი სატელეფონო ჯიხურში უშვებდნენ სხივებს რომ დაემუშავებინათ იქ მდგომი ადამიანის ტვინი ხო შემდეგ ამ ინფორმაციას ტელეფონით აგზავნიდნენ არ ვიცი ამას მე ვერ აგიხსენ თუ როგორ ხდებოდა და მაიკ სალა იკითხება მორგან რეის შენო ალტერნატიული პიროვნებებიო გამოგიყვესო ესე იგი ალტერები ყავსო როგორ არაო პასუხობს მორგან რეი ტრავმის ესე იგი ტრავმების მიყენებითო მეო ალტერები ჩემი ალტერები გამოყვესო მაგათმაო ჩვენ გავყვესო რამდენიმე ნაწილათო
ხო, ფაქტურად მე მქონდა ორი ცხოვრება. ახლა მე ხანდახან მომდის მოგონებები ჩემი მეორე ცხოვრებიდანო. მე ფიქრობ რომ მაგათმა იცოდნენ სულთან მოლაპარაკების შესახებო და მაგათმა იცოდნენ მე რომ მოვიდოდიო. თქვენ როდესაც გაიხსენეთო ყველაფერი თქვენ შეძლებთო თქვენი მოგონებების ინტეგრირება. ეკითხება მაიკ სალა. ალბათ თქვენი ალტერნატიული პიროვნებები ისეთ საქციელს იდებდნენ რომ თქვენ გაგდებდათ შოქშიო. ხო, ის იყო ხანდახან განსაზღვრელი, ან იყო ჩემით, ჩემ თავს წარმოადგენდაო. მაგრამ მას ჰქონდაო თავისებურებები, ის არ იყო ემოციური. ჩემ ალტერს არ ჰქონდაო არანაირი სექსუალური მიმზიდველობა და არც ინტერესი ამისა. ეს იყო მისი პროგრამიდან ამოღებული, ის არც კი ფიქრობდაო ამაზე. მაგრამ ჩემ ალტერმა ჩემ შესახებ იცოდაო. ჩემი ალტერი იყო არა, შპიონი არა, არც აგენტი. ასე თქვათ აგენტი, კარგი, დავარქვათ აგენტი. და ის იცნებდაო ჩემზე უფრო გამომწვევათო იმისთვისო, რომ მიეღო ინფორმაცია. ხო ვიცით რომ გამოწვეულად ჩაცმულ ქალებს უფრო იზიდავენ კაცები. ხო და ამდაგვარად რომ მიეღო ინფორმაცია, თუმცა არანაირი სექსუალური კავშირები მის ალტერს არ ჰქონდა. როგორც მე თქვი, ის კი არა ინტერესი არ ჰქონდა და პროგრამიდან ამოიღეს ეს ნაწილი. რომ ვინმესთან არ შესულიყო ინტიმურ კონტაქტში. მაიკ სალა ეკითხება რაშიაო განსხვავება ულტრა ჯარისკაცის და სუპერ ჯარისკაცის შორისო. მორგან რეი ამბობს, მე მგონიაო ჩვენ გმალავდნენო და შემდეგ გზავნიდნენო წვეულებებზე. ან ილუმინატების შეკრებასეო. იყო ძალიან ბევრი უცნაური და საინტერესო მოვლენებიდან იფთები. ჩვენ არასდროს არ ვიყავით ესე იგი ნავიდუ არასდროს არ ვიყავითო დასანახად, არასდროს არ ხო ნაკლებად უნდა ენახა ხალხს ესენი. ჩვენ არასდროს არ ქონდათო ამოცანა წავსულიყავითო და რამე გავიკეთებინათო ისეთი რომ სხვებს გაეგოთო ჩვენ შესახებ. ჩვენ ვიყავით უბრალოდ ბავშვები, რომლებიც იმალებოდნენო. ჩვენ ვაგრძელებდით ინფორმაციას როგორ შეგვეძლო. ჩვეულებრივ ჩვენ ვიჭრებოდითო ყუთებში, სადაც დასაცდელები ეტყო, ან კაბინეტებშიო. ან ეს იყო უფრო საიდუმლო შემჩნეველი მეთოდი. ჩვენ გვასწავლით ყოფილიყავით დამჯერნი და არ უნდა გვეყო ჩვენი თავი სახალხოდ. ჩვენ ვიქცეოდითო როგორც სულელები. მე ნაკლებად ვერ ყვევიო სუპერ ჯარისკაცის პროგრამაში. ულტრა ჯარისკაცი იყო ჯარისკაცი, ხო, რომელსაც ასწავლიან რომ შეუმჩნევლი შესულიყო სადმე და რამე გამოეძია. ხო, და ჩვენ თუ რამეს ვაკეთებდით, არავის არ უნდა გაეგო, რომ მე მსაკეთებდა ბავშვი. მაიკ სალა ამბობს, რომ წვეულებებზეო ჩვენ ვიცითო, რომ ესწრებაო ელიტა, ასე წვეულებებსო, მაგრამ როდესაც დადგებაო შუაღამე, უეცრად ჩდებიან ბავშვები და შემდეგ იწყება გარყვნილობა. მორგან რეი ამბობს, მორგან რეი ჯონსონი, მე მგონიო ორივე შეიძლება იყოს სიმართლე. მაგრამ ასეთი გახსნილი წვეულებების ჩატარება დღესითაც შეიძლებაო ბასენთან, აუზთან უკაცრავად. დღესითაც შეიძლებაო. ჩვენ გვზავნიდნენ სამსამად და როდესაც რამე მოხდებოდაო, ერთ-ერთი ბიჭებისგან მოხდებოდაო ხოლმე უსიამოვნო მდგომარეობაში. ხო, და შემდეგ გვიწევდაო გაქცევა, რომ გაგეგო ინფორმაცია შევრდითო სახლებში და ვეძებდითო ამ ინფორმაციას. მეორე მხრივ მეო დაკავებული ვიყავი აკრობატიკით და მე მასწავლინდნენო ცეკვას და რაც უფრო ვიზრდებოდიო, ვიმატებდიო ასაკში, ასაკი ვიმატებოდა, უფრო
ღია სცენებში მიიღებდნენ მონაწილეობას, ასე გრძელდებოდა 14 წლამდე. ხო, მაიკ სალა ეუბნება, რაღაც მომენტშიო შენ მოყავხართო მიწის ქვეშ ტერიტორიაზე და შენ იქ ხვდებიო რეპტილიასო. ეს განა შენი მომზადების ნაწილი იყო? მოგატიეთ. ხო, იმ სიყმაწვილის პერიოდში. ისტორიის მეორე ნაწილში რეპტილიებთან შესახვედრად ჩვენ წაგვიყვანეს ზრკალია, ესე იგი სარკის მეორე მხარეს. გაიყვანეს სარკის მეორე მხარეს. ასეთი პროგრამა იყო ზრკალია. ჩვენ გვაჩვენეს ჩვენი მომავალიო. მათ იცოდნენ, რომ მე მალე გამემგზავრებოდი იქეთ, მაგრამ მათ არ იცოდნენ, როგორ დაერქვიათ ამ სიტუაციას. ეს არის ერთ-ერთი რეპტილიის ნაირსახეობა. ერთ-ერთ კოსმოსური ძალების დაჯგუფებას უნდოდა მე რომ მომზადებულიყავი და რომ ჩემი ნერვული სისტემა იყოფილიყო ამ მომენტისთვის გზად. რადგან ეს ხდებოდა ინტენსიურად, ეს იყო ძალიან უცნაურობა, ძალიან უცნაური იყო, როდესაც რეპტილიებმა მე დამელაპარაკნენო, თითქოს მთელი ჩემი სხეულმა ეს აიტაცაო, ისინი მელაპარაკებოდნენო ტელეპათიურად, მე თითქოს ვიყავი პარალიზებული, როდესაც ისინი მე მელაპარაკებოდნენ, ისინი ჩვენ მე მგონი გვამზადებდნენო იმისთვის, რომ ჩვენ მოგიწევდა მომავალში მათთან ურთიერთობა. სავარაუდოდ მაგ რეპტილიას ჰქონდა ძალიან ძლიერი სენსორული, ექსტრასენსორული უნარები. ხო, შენ გესმის მისი შენ თავში. მაგ დროს რა ემოციებს განიცდიდი, როდესაც ეს ხდებოდა, ეკითხება მაიკ სალა. შიშს ძალიან მეშინოდაო. ხო, ეს იყო ყველაზე საშიში თუ რაც ოდესღაც მე ცხოვრებაში შემხვედრია. კი, მოგვიანებით მე ხვდებოდი ბევრჯერ მათ შეხვედრივა, ქონდა ჩვენ ურთიერთობა, მაგრამ ეს არ შეედრება ეს მომენტი. მოგვიანებით მათ რომ ხედავდი იმასთან, თუ პირველად რა რეაქცია მქონდა, როდესაც ისინი მე დამელაპარაკესო. ის, ვინც პირველად მე დამელაპარაკაო, იყო სამეფო არსება. და ამ მეფურ არსებებს, ასეთ მეფურ არსებებს ვიბრაცია უფრო ძლიერია მათი, ვიდრე ჩვეულებრივ ამათ მაგვარ არსებებს. სამეფო არსებებს აქვთ მთებიო. და მან მითხრაო იმ დღეს, პირველ დღეს, რომ შენ ჩემი არ უნდა გეშინოდესო დღესო. მან ეს ისე უცებ, ესე იგი, ისე უხეშად და ისე მოულოდნელად და ისეთი ხმით მითხრაო ეს, რომ მე პარალიზებული დავჩიო. ჩემს სხეულს არ შეეძლო გამძლევა. ეს გავდაო და შიპენიე. ხო, გონება ხო იციან ასე. ესე იგი, სისინი. ეს გავდაო სისინს და მთელი ეს სისინი გადიოდაო ჩემს სხეულში. ისეთი შეგრძნება მქონდაო. ხო, მაიკ სალამ უთხრა, რომ დიახო, მე მსვენიაო იმ ხალხისგან, რომლებსაც ჰქონდათო შენდაგვარი შესავით გამოცდილება შეხვედრის დრაკონიელებთან. ხო, მათი ხმა და მათი ვიბრაციაც ჩამოგავსო იმ რეპტილიების ვიბრაციას და იმ რეპტილიების საუბარს, რაზეც თქვენ ახლა ყვებითო. ხო. და მაიკ სალა ეუბნება, მორგან რეის თქვენო გასწავლინენო ამ არსებებთან ისე კონტაქტს, რომ თქვენ შემდგომ გაჩვენებდნენო, რომ შემდგომ შიში არ ქონოდათო. შემდგომ ჩვენ შეხდებოდითო მაგნაირ არსებებს. რადგან მათთან მოგიწევდათო მომავალშიც კონტაქტი. მორგან რეი ამბობს, რომ მე ჩამისვესო იმპლანტი, რომელიც დღემდე მიდენაო კეფაზე უკან, კეფის ნაწილზე, აქ შუა კეფაზე,
და რომლის ესე იგი მეშვეობით მე მიგზავნიანო სხვადასხვა ენერგეტიკულ იარაღს დიახ და ზოგი იარაღი არისო ძალიან საშინელი მაგრამ სანამ მე გავიგებ იმპლანტის დახმარებით უცხო პლანეტელების ენას მათი ენა ჩემთვის ჟღადეს იქნება როგორც ინგლისური ენაო მე არ შემიძლიაო ამ ენის განმეორება მაგრამ მე შემიძლიაო ამ ენის მოსმენა სანამ ამ რეპტილიებს შეხვდებოდითო ჩვენო გვასწავლესო გვასწავლიდნენ ამას მეორე ოთახში გვაჩვენებდნენო ხო ჩვენო გაკვეთილზე გვაჩვენებდნენო რამდენიმე ჰოლოგრამას მაგალითად სამი სხვადასხვა არსების ჰოლოგრამა გვაჩვენებდნენ იმ არსებებს რომელთანაც შესაძლო იყო შეხვედრა და შეიძლება ნებისმიერ ადგილას შეხვედროდითო და ამ არსებებზე რომლის ჰოლოგრამებს გვაჩვენებდნენ გვაძლევდნენ ინფორმაციას ხო და ჩვენ ესე იგი ამათ ისე თურმე არის სპეციალური ჰოლოგრამები რომ ამ არსებებს შიგნით რა ხდება ამ არსებებში იმასაც ანახებს ესე იგი ამ არსებების ჰოლოგრამები რომლებიც აჩვენებდნენ დაუშვათ მოწაფეებს შეეძლოთ ამ ჰოლოგრამების მეშვეობით შიქაც დაეთვალიერებინათ ეს არსებები რაც წარმოადგენენ შიგნიდან მორჩენდათ მათი ორგანოები სიზარღვები ყველაფერი რისგან შედგებოდა ჰოლოგრამის მეშვეობით რა ხაერის შემადგენლობით ესე იგი სუნთქავდნენ და ამდაგვარა მაიქსალა ეკითხება შენ გიდოდა ჩვენთვის მოგეყოლო დროის მანქანაზე შენ ერთხელ გაქვსო ერთხელ ახსენეო ამის შესახებო ამბობს მაიქსალა შენ გაქვსო ერთხელ ნახსენები რომ შეგიძლიაო მომავლის ხედვა შენ შეგიძლიაო ნახო უცხოპლანეტელების სამხედრო ფორმაში უბრალოდ შენ ხედავდიო უცხოპლანეტელების სამხედრო ფორმაში რომლებსაც ადამიანები მიყავდათო სხვა სამყაროებში და უკანა პლანზე ჩანდაო პროტესტები მიტინგზე გამოსული ხალხისა რომლებიც მოითხოვდაო ინფორმაციის გახსნას კი შეგიძლიაო ეს ახსნაო მორგან რეი ამბობს კიო შემიძლიაო ახსნაო მე ვიყავიო 14 წლის მეორე დღეს რეპტილიასთან შეხვედრის შემდეგო იმავე მიწისქვეშა ტუნელშიო ხო ეს იყო პროექტი სარკე ჩვენთვის ეს იყო სფერო ვერცხლის წყლისგანო მე არ მინდაო ამაზე საუბარი მე არ მინდაო იმაზე საუბარი რომ ეს არისო ჩვეულებრივი ვერცხლის წყალი მე მგონიაო ეს იყო უცხოპლანეტელების ვერცხლის წყალი რაღაც დანამატებითო სამეცნიერო ლაბორატორიაში დამაჩინესო სკამზე და მაგათო რაღაც მიმადესო შუბლზე და თითებზე და შემდეგ ეს რაღაც ხელსაწყო ჩართესო ეს იყო მუქი რაღაც მუქიფე არეული სფერო რომელიც იყო გამომწყდებული მინაში შემდეგ ჩართენო კომპიუტერის მონიტორები და როდესაც ჩართესო ის გარშემო ყველაფერმა გაანათა ისამეცბრად მწვანეფრად და ლურჯისფრად და გადაიცა კუბად რომელიც გარშემორტყმული იყო ამ სფეროსებური ბურთის გარშემო რა შემდეგ მის გარშემო გაჩნდა ლენტა და ის გადაიქცა ეკრანად და ეს ეკრანი აჩვენებდა იმას რასაც მოხედავდი ჩემი თვალებით და მას შეეძლო გადაადგილება დროში წინ და უკან და ისინი აკეთებდნენ რაც უნდათ მაგას და ამიტომ ამა ყველაფერმა მიიყვანა პროტესტამდე თეთრი სახლის წინ მაგათმა მიიღეს
კოსმოსური მოგზაურობების გამოცდილება, რისის შესაძლებლობა მე მქონდა მოგვიანებით ჩემ ცხოვრებაში. იყო რაღაც სასამართლო განხილვები. მომგონი რაღაც ამ ჩემი ნანახიდან მომავლის რაც ნახე მეო ამბობს მორგანი, აქედანო ზოგი რაღაცა გონი უკვე ასრულდაო. მე არ ვიციო ეს ყველაფერი მოხდება მომავალში თუ არაო, მაგრამო დაიწყო ინტენსიური პროგრამა ჩემი ცნობიერების შეცვლასთან დაკავშირებითო. რადგან მაგათმა გაიგეს, რომ მე შემეძლო მათთვის გამხდარიყავი პრობლემა მომავალში. მაგათმა დაიწყეს თვით დანგრევა. მაიკ სალა ეუბნება მორგან რეის, თქვენ მომავალში ესე იგი მომავლის ხედვაში ნახეთო უცხო პლანეტელები სამხედრო ფორმაში. ესე იგი ეს იყვნენ უცხო პლანეტელები ჩაცმულები როგორც სამხედრო ფორმაში, თუ როგორც უცხო პლანეტელები ჩაცმულები სხვა სამყაროებიდან. და მათ მიყვარდათ ასობით ადამიანები. სხვა სამყაროებში და ადამიანები ალბათ დაინტერესდებიან ამით და მოინდომებენ მეტის გაგებას. ეს ყველაფერი რაც თქვენ ნახეთო, ხალხი რომ იყავდათ გავდაო ევაკუაციას თუ განწმენდასო, ეკითხება მაიკ სალა მორგან რეის. მორგან რეი პასუხობს, არაო, ეს უცხო პლანეტელები მე ვიტყოდიო რომ იყვნენ სხვა გალაქტიკებიდან, სხვადასხვა ადგილებიდან, სადაც მე ხოლმე ხვდებოდიო და მე ჩემი გამოცდილებებიდან გამომდინარეო, როდესაც მე ვიყავიო რამდენიმე წლის განმავლობაში მაგდაველებებზეო და ხდებოდნენ მე. იქიდან გამომდინარე ვიციო რომ ეს არისო, ისინი არიან უცხო პლანეტელები სხვადასხვა გალაქტიკებიდან, სხვადასხვა ადგილებიდანო. მაიკ სალა ეუბნება, შეგიძლიათო მოყვეთო გადაცებაზე 3 რუხების მიერ და 2 მაღალი რუხის მიერო. მე ვიყავიო 17 წლის, პასუხობს მორგან რეი. მე ახალი ჩაწერილი ვიყავიო ჯარში. ჩემი და მიწყობდაო მე დასამშვიდებელ დამავიწყდა წეულებას. მე დავწეხიო. ამ დროს თავზე დამეხსნენო, მე დავიძინეო. და როდესაც გავიხვიდიო, ვნახეო რომ დავფრინავო ჭერქვეშ. ისინი ესე იგი მე დაფრინავდიო ჭერქვეშ ხომალდზე. მაგიდის ევითო. იქ იყვნენო 3 პატარა რუხები. და 2 დიდი რუხი. ეს პატარა 3 რუხებიო იყვნენ დაკავებული იმით, რომ იღებდნენ ანალიზებს ჩემგან და ამათაც შეგნებულად მოახდინესო ჩემი განაყოფიერება. 1-2 კვირაში მე უნდა წასულიყავიო ჯარში, მაგრამ ამის მაგივრათო მე ჩავჯექი თვითმფრინავში და მე მითხრეს, რომ მე ორსულად ვარ. მაიკ სალა ეკითხება მორგან რეის, რატო გადაწყვეტეთო ჯარში წასვლა? მამაჩემი და ჩემი მამინაცვალი ორივე მსახურობდაო ჯარში. მე მივატოვიო სკოლა. აგია ახალგაზრდა მორგან რეი. და აი ეს ახლა. გაჩვენებთ ახლა. ეს გოგო ახლა, ამჟამად. ეს არის ახალგაზრდობაში. ისე ლამაზი ქალბატონია. მე სწავლა არ მაინტერესებდა, მე არც პოპულარობა მაინტერესებდა. მე ვერ პოულობდიო საერთო ენას ჩემ თანატოლებთან, მე არ მინდოდა უსწავლა. მე გადამიყვანესო სხვა სკოლაში და ეს მე მაბრაზებდაო ძალიან, რადგან იმ სკოლაში სადაც გადამიყვანესო ძალიან ადვილი იყო სწავლა. მე უფრო მაღალი დონის ინტელექტი მაქვსო ვიდრე ზოგიერთ ჯარში მე შემოთავაზეთ ამერჩია ნებისმიერი სამუშაო, რომელსაც მოვიდობენ. მე ავირჩიო სპეციალობა კომპიუტერული სელებთან დაკავშირებითო. მაიკ სალა ეუბნება, ეკითხება, შენ ახლა ჯარში ხარ, ხო? გაიარეო საბაზო მომზადება და ასე ყველაფერი. შენთან მივიდა ოფიცერი და შემოგთავაზა შენ თანამდებობაო.
შენ არ გინდა გითხოვ ჩვენ თუ რა შემოგთავაზა ოფიცერმა. რაც მე მითხრა ოფიცერმაო, ამბობს მორგან რეის სინამდვილეში სხვაგვარად მოხდაო. მან მითხრაო, რომ მე მექნებაო შესაძლებლობა გავფრინდე კოსმოსშიო. მან მე წამიყვანაო ცალკე ოთახში, იმ მომენტში მე მუშაობდი ჩემი სერჟანტის დამხმარეთო. და მან მითხრაო, რომ არავის ეცოდინებაო შენ რო კოსმოსში გაფრინდიო და როდესაც იქიდან დაბრუნდებიო, არაფერი გემახსოვრებაო, რადგან მეხსენებას დაგიშლია. მე წამიყვანესო ჩემი ნაწილიდან და მე უნდა გამთავრებულიყავიო გერმანიაში, როდესაც ჯარში მოვედიო. ემკა უწას უნდა და მე ყოფილიყავიო მათთან ახლოს და დამაბრუნესო უკან სახლში. მე არ მინდოდა სახლში დაბრუნება ვაშინგტონში. და მაგრამ როდესაც შენ შემოგთავაზებენო კოსმოსში გაფრენას, შენ ვარს არ იტყოიო რა საკურველიაო. მაიკ სალა ეუბნება მორგან რეის, მე ვიცი რომ შენ გაიმგზავრე მთვარეზე და იქ იყავიო 3 დღე. მოგიყვებიო ამის შესახებ. ეს მორგან რეი პასუხობს. ხო, ეს იყო ძალიან საინტერესო რაღაც მომენტიო. მე მყავდაო იმ დროს ესე იგი მეგობარი ბიჭიო, რომელიც იყო სუპერ გენი. ის იყო ჩემზე მეტი ჭკვიანი და არც მან იცოდაო და არც მე ვიცოდიო რომ ჩვენი გავფრინდებოდითო. მეორე დღეს მე მომაკითხე და წამიყვანეს ვაკოვდის ბაზაზე, რომელიც ფორტ იუსის ახლო არის განლაგებული. ჩვენ დავეშვეთ მიწისქვეშა ტერმინალში. იქ იყო რაღაც დანადგარი, რომელიც გადავტყვია ფრევს. მე მას დავარქვიო რაკეტა მტყვიაფრქვევი. ჩვენ ესე იგი მიწისქვეშეთიდან ავფრინდითო და გადავადგილდითო სხვა სივრცეშიო. ხომალდი რომელსაც ჩვენ გავფრინდითო იყო უნგრალი, იყო დიდი, არც ისე დიდი იყო, იქ ეტევდა ძალიან ცოტა ადამიანი. მთვარემდე სანამ მივახცედითო, ამან ესე იგი ამას დაჭედაო 3 დღე. რომელსაც მოხდითო თქვენ მთვარეზე. მორგან რეი პასუხობს, რომ ეს იყო 2004 წელი. და მე ჯარში წავედიო 18 წლის სასახლში. ესე იგი მთვარეზე რომ მოხდი ვიყავი 19 წლის. ხო. და ესე იგი რამდენიმე საათი იქ მთვარეზე სამედიცინო კაფსულებში იყვნენ გამომწყდებულები, რომ გამიჯობესებიათ თავისი სხეულის მოთმინება. და თან იქ გააუფრთხილებიათ, უთხრიათ ამათ, რომ აწეო შენ უნდა დაიწყო შენი სხეულზე ზრუნვა. მაიკ სალა ეუბნება მორგან რეის, რომ მე ვიცი რომ თქვენ ხართ 20 წლის და დაუბრუნდითო 20 წლის სასახლში თქვენ ორიგინალურ სხეულს და არა კლონის სხეულში და ხო, და არა კლონის სხეულსო. ხო, ესე იგი თურმე ესენი მთვარეზე რო წაუყვანიათ, ცნობიერება ისა ორიგინალური სხეული შეუნახიათ უსაფრთხო ადგილას და ცნობიერება ამოუღიათ და გადაუტანიათ კლონზე. და როდესაც ეს ქალი დაბრუნდა, წამოვიდა იქიდან, ცნობიერება დაუბრუნეს ორიგინალ სხეულს, ხო, მისი სული დაბრუნდა ორიგინალ სხეულში და შემდგომ დაბრუნდა მიწაზე. ხო, ამბობს მორგან რეი, როდესაც უკან გვაბრუნებდნენ, მე მახსოვს როგორ გადავიდაო ჩემი ცნობიერება ერთი დროის ხაზი და მეორე დროში. იმიტომ რომ დედამიწა ხო ერთი დროის ხაზია, მთვარე ეს არის უკვე მეორე დროის ხაზი. ყველა პლანეტას აქვს თავისი დროის ხაზი. ყველა პლანეტას. ის ორბიტა ელენა დანას აქვს ნათქვამი, რომ ორბიტა, რომელსაც წიარებს პლანეტა, არის მისი დროის ხაზი. ესე გამოდის, რომ ყველა პლანეტას აქვს თავისი დროის ხაზი. და მთვარის დროის ორბიტა ხო სხვა დროის ხაზია. და მთვარის ორბიტა, ამიტომ ამბობს მორგან რეი, რომ მე მიგძენიო, რომ ის რა ქვია, როგორ გადმოვიდაო ჩემი სული, ჩემი ცნობიერება სხვა დროის ხაზიდან ჩემ დროის ხაზშიო. ხო, მორგან რეი ამბობს, რომ არის რამდენიმე ვარიანტი, მათ შეეძლოთ ჩემი მოკლა, მათ შეეძლოთ ჩემი კლონირება და რაც უნდათო იმის გაკეთება შეეძლოთ. ეს უბრალოდ ვარიანტებიაო, მაგრამ მე არა ვარ დაწუნებული რა უქნესო ჩემს სხეულს. მე არაფერი ისეთი არ შემიჩნევიაო.
მე დედამიწაზე საბუთებზე ხელი არ მომიწერიო, მაგრამ მე მოვაწერო ხელი საბუთებს იქ მთვარეზე, როდესაც ჩვენ იქ ჩაფრინდითო. დროის ხაზებს შორის გადასვლა არ იყო რაღაც განსაკუთრებულიო. კიდევ შეგახსენებთ, ელენა დანანს აქვს ნათქვამი, რომ ესე იგი, ხო, მე ასე გავიგე. ელენა დანანმა თქვა, რომ დედამიწის დროის ხაზი არის ის ორბიტა, რაზეც ის ტრიალებს მზის გარშემო. ესე იგი, მთვარესაც თავისი ორბიტა აქვს, ხო? სადაც ხო და ეს ესე იგი, ის უკვე სხვა დროის ხაზია. და ამიტომ ამბობს მორგან რეი, რომ ერთი დროის ხაზიდან მეორე დროის ხაზში გადასვლისაო. ხო და აწი ყველას იცით რა, ერთეიგივეს ამბობს, მაგრამ სხვადასხვანაირად გამოთქვამს ამას. ხო. მაიკ სალა განაგრძობს ის ამბობს, რომ მე მინდა ვისაუბროთ თქვენ დანიშნულებაზეო, ცენტავრაზე, მარსზე, ვენერაზე და კიდე ორი პლანეტის დასახელება თქვა. ხო, ავან პოსტი ცენტავრაში. მორგან რეიმ დაადასტურა, რომ ის დიახ, მისი ავანპოსტი სადაც იყო დანიშნული, ესე იგი, განლაგებული იყო ალფა ცენტავრაზე. აი ესა ალფა ცენტავრა. ეს პლანეტა არის ალფა ცენტავრა. იქ იყო ოფიცერთა სკოლა. მე იქ სწავლობდი 5 წელი და იქ იყო სპეციალური პროგრამა ადამიანებისთვისო და ეს კეთებადაო იმისთვისო, რომ ადამიანები შეჩვევდაო კოსმოსს. ხო, ჩემი მეგობარი ბიჭი წამოვიდაო ცენტავრაზე, მაგრამ მე არ ვიციო ის რა სწავლობდაო. მე მომიწეო მასთან განშორება. ხო, ჩვენ დავშორდითო ერთმანეთს და მე დავიწყეო შეხვედრა ჩემ ინსტრუქტორთან. თქვენ კი იცით, რომ დღეს მიღებულია მეგობარი ბიჭების ყოლა. რომც არ იყო დაუჯახო მეგობარი ბიჭი, მეგობარი გოგო და ეს არის მიღებული. სინამდვილეში შეიძლება ბევრინას ეს არ მოწონდეს, მაგრამ ასეთია ცხოვრება. ყველაფერი მოდაშია ახლა. სადა ვენერაზე გადასახდებოდით, ჩვენი გავატარეთ 1 წელიო. გუნდი ვარსკვლავური ჯგუფის გუნდმა გაატარაო იქ 1 წელი. ეს იყო ხელოვნური კარიბჭეები. და ვარსკვლავურთა ჯგუფის გუნდშიო ამ პროგრამის მიხედვითო მე მივიღეო ამაღლება პირველ ლეიტენანტამდეო ამ ჯგუფში. ხო, რანგით. მარსი, ვენერა და იუპიტერი. ხო, მინდა გითხრათ, რომ შემდეგ ესენი გადავიდნენ გონი ხო, სხვა ბაზაზე, სხვა პლანეტაზე და იქ კიდევ მან დაამთავრა რაღაც სკოლა, შემდეგ 5 წელი სწავლობდა ჩააკორეს და ენერგიებს. ხო, თქვენ დაამთავრეთო ალფა ცენტავრაზე სკოლა. იყვნენ თუ არა ადამიანების გარდა იქ უცხო პლანეტელები. იმ ბაზაზე იყო მხოლოდ 5 ადამიანი. Я думаю, это был тренировочный лагерь для офицеров. და ეს იყო მგონი სავარჯიშო ბანაკი ოფიცრებისთვისო. მე არ ვამბობ, რომ იქ იყო მთელი galaktika თავმოყრილი, არა, ეს იქნებოდა galaktikis რაღაც ნაწილი, სადაც აგზავნინენო პირებს სამეცადინოდ, სასწავლებლად. ეს ალფა ცენტავრა იყო ნეიტრალური ზონა ყველა რასებისთვის. და მე არ ვიცი თუ იქ რა რასის წარმომადგენლები იყვნენ. შეიძლება ის რასა იყო ფედერაციის ნაწილი. იქ მხოლოდ ის ვიცი, რომ იქ იყო რაღაც კოალიცია, იმისთვის რომ ესწავლებინაო ხალხი ადამიანებისთვისო. ხო, ამბობს მორგან რეი, ახლა კი შენ ალფა ცენტავის შემდეგ მიფრინავო ვენერაზე. მოყევი, რას აკეთებდი შენ ვენერაზე? როგორც ყველა ადამიანები, რომლებიც მსახურობდაო ჯარში, ვიციო რომ იქ ბევრი სამუშაო არ არისო. იქ არის ძალიან ბევრი
დაცვა, პოლიცია. მე იქ ვიყავიო მსვლელათო არქტურიანელ ბოტანიკოსებთან. მე მათ ვეხმარებოდიო. ისინი არიან ძალიან მაღალ განვითარებული რასა, მათ აქვთ ძალიან მაღალი ტექნოლოგიები და თვითონ არიან ძალიან კარგი არსებები. მე ყველაფერს სწავლობდი, თუ რისი სწავლა შემეძლო. ჯარმა დაიწყო ამჩები უნარების ჭყლენტვა. არ უნდა რომ მე მათ ვეხმარებოდი. მაიქსალა ეკითხება თუ როგორ გამოიყურებოდნენო აქტურიანელები. მორგან რეი პასუხობს, რომ ისინი იყვნენ ცისფრები, ცისფერი ფერის კანის წარმომადგენლები და უმრავლესობას მათგან ჰქონდათ ოქროსფერი ტატუიროვკები. მთელ სხეულზე მათ ჰქონდათ ცისფერი ძვლის ნაროსტები, ძვლები რაღაცნაირად გამოდიოდა გარეთ. ხომე მუშაობ ციფრულ დიზაინერთან, რომელიც მე დამეხმარება რამდენიმე ფოტო გავაკეთო. მე უკვე მუშაობ ფოტოზე ხომალდის გამოსახულებითო. ხომ ამბობს მაიქსალა, შენო მონაწილეობდიო საიდუმლო პროგრამებში, როგორც მორგან რეი, მაგრამ ვიღაცამ იცუდაო შენ ალტერებზე და შენი ერთ-ერთი ალტერი გააქტიურაო ჩუმად შენგან. ხო და შენ ასრულებდიო რაღაც დავალებას, მაგრამ შემდეგ, როდესაც ბრუნდებიო, არაფერი არ გახსოვდაო. ხო, მასე იყო, ამბობს მორგან რეი. ესე იგი, მის მაგივრად რომელიმე ალტერი აკეთებდა დავალებას, მაგრამ ესეც მიდიოდა დავალებაზე, მაგრამ ამას არაფერი ახსოვდა, თუ რას აკეთებდა მისი ალტერი. როდესაც მარსზე მსახურობდიო, ეუბნება სალა, შენო მუშაობდიო სამხედრო პოლიციაში მარსზე. მორგან რეი პასუხობს, ხო, ჩვენ ამას უწოდებდითო მარს მაქსიო. მე მეჩვენებოდაო, რომ ეს იყო ციხე პლანეტა. ხო, რომელიღაც შოუს უსმენდიო მე და გავიგიო იქიდან, რომ თითქოს მარსი გათავისუფლებულია და მარსზე არისო თავისუფალი. მაგრამ პირობები, რომელშიც მუშაობდიო მარსზე, იყო ძალიან ცუდიო. მათ არ ჰქონდათო საშუალება იქიდან წამოსულიყვნენ. არ იყო არანაირი რესურსები. თვითონ პლანეტა კი იყო სადაც მოიპოვებდნენო სხვადასხვა ნივთიერებებს. ხდებოდა დაბუჩა პალესნახ ისკაპაემახ. მაბადეთ ახლა არის მე ქართულად როგორ გადავთარგმნო. მარსი იყო ძალიან ბევრი მასალა, რომელიც სჭირდებოდათო სხვა პლანეტის ნაირსახეობას. ამიტომ შახტების გამო, სადაც ხდებოდა მოპოვება სხვადასხვა ნივთიერებების, მიდოდა ბრძოლებიო. და ეს ძალიან მძიმე საყურებელი იყო. ყველა იბრძოლაო თავის გამო. იყო ძალიან ბევრი მათხოვრები, რომს გაანთავისუფლებიათ მარსიო, მას მაინც სჭირდებოდაო დახმარება. მარსზე წყლის ხო იყო ქალაქები გავდაო ველურ დასავლეთს, წყლის შოვნაც კი იყო რთული და წყალი უნდა გაგვეწმინდაო და ჩვენ ვეხმარებოდითო მოსახლეობას წყლის გაწმენდაში. ხო, მარსის შემდეგო შემდეგი დავალება იყო სატურნზე მსახურება. მოგვიყევიო რამე სატურნზე, ეუბნება მაიქსალა. მორგან რეი ამბობს, როდესაც მე გავხდი მაიორიო, მე მოხვდიო სატურნზე. ან მე ფიქრობდიო, რომ გავხდიო მაიორი, როდესაც სატურნზე ბრუნდებოდიო. მე ვიყავი სამხედრო აკადემიაშიო. მე არ ვიყავიო რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილი და მე გამაგზავრեցო იქ. სატურნზე არისო სხვადასხვა ბაზები. ის უზარმაზარიაო. იქ ძალიან ბევრი ადგილებიაო, სადაც სხვადასხვა galaktikuri ერები იყენებენ ამ რაიონს. ცენტრში არის განლაგებული სამკუთხედი სხვადასხვა ბაზებისგან შედგენილი, შეერთებული ჰიპერტუნელებით. ეს ჰიპერტუნელები არის ბრონზისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი. ოქროსფერ ბაზაზე ცხოვრობდნენ რეპტილოიდები და მაგათმა ის დახურეს. რეპტილოიდები არ სარგებლობდნენ თავიანთ ბაზით, მაგრამ სხვებსაც არ აძლევდნენ უფლებას მათ ბაზით ესარგებლათ. იყო ვერცხლისფერი ბაზა, სადაც სამხედროელები გადიოდნენ სამხედრო სტაბურ სწავლებებს. იქ იყო მეგაგიგანტური შახმატური, უზარმაზარი შახმატური დაფა, რომელიც ხელად გამოჩნდებოდა, როგორც თქვენ შიგ შეხვიდოდით და ბრონზის ბაზაზე იყო galaktikuri სააგენტო, დაძვრის სააგენტო. იგროვდებოდა ათასობით ხალხი. მე ვიჯექი და ვისმენდი, როგორ ძელოდნენ იმაზე
galaktikuri koalitsiები, galaktikuri კავშირები თუ როგორც კიდე ისე დაარქვით, რომლებიც ჯელოდნენ იმაზე, თუ რა სჭირდებოდათ ხალხს და რა უნდა მიეწოდებინათ ადამიანებისთვის. მე ვამცირდებოდი იმისთვის, რომ მიმეღოთ ჩემი ხომალდი. მაიქსალა ამბობს, რომ მიწისქვეშა სისტემები სატურნზე არსებობს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სატურნი შედგება სატურნზე არის ხტოვანი სისტემა. და იქ როგორ უნდა მოხვედრილიყავი? ხო, იქ შეიძლებოდა ხომალდით მისულიყავი, მაგრამ გამგზავრებულიყავი სატურნზე ხომალდით, მაგრამ სატურნზე ხომ ატმოსფეროში ძალიან მაღალი წნევაა და ეს ძალიან საჭირო იქნებოდა. ამბობს მაიქსალა. და ალბათ ტუნელებში გადაასადგილებლად სატურნის ბირთვისკენ გადაასადგილებად ალბათ გამოიყენებოდაო რამე მიწის ქვეშა ტუნელის ქვეშა შიდა ტუნელის კარიბჭეები. მორგანი ამბობს, მე არა ვარ 100% დარწმუნებული, მაგრამ მე ვიცი, რომ გადასვლა იქ იყო ძალიან უბრალოდ, გადასვლა იქნებოდაო ძალიან უბრალოდ და იქ გადასვლა არ მოითხოვდაო ძალის ხმევას. ხო, ეს იყო განსაკუთრებული ფარა, ეს კარიბჭის მაგვარია, მაგრამ ცოტა სხვანაირი სისტემაა და ამ ფარის დახმარებით გადაადგილდებოდანო ხომალდები შიგ. მაიქსალა ამბობს, რომ ზოგი ადამიანი ლაპარაკობსო, რომ სატურნი იყო შექმნილი ანუნაკების მიერ, ან რომ სატურნი ეკუთვნოდათო ანუნაკებს. თქვენ გაქვთ ნანახი რამე ისეთი, რაც ამას დაამოწმდა. მორგანი ამბობს, რომ იქ იყო ბრონზის სტატუია და ეს ბრონზის სტატუია ამ ბრონზის სტატუას იყენებდა ყველა ადამიანები მთელი galaktikიდან. მის გარშემო აგრეთვე იდგა ბევრი ესე იგი ბევრი ასე ვთქვათ უკვე არ არსებული რასების სტატუიები, ხო, ნებისმიერი რასა, რომელიც ამოწყდა იყო მარადისობის ნიშნით, მათი დაფიქსირების მარადიულად დაფიქსირების ნიშნით ამოტვირთული ბრონზის სახით, სტატუის სახით უბრალოდ. ყველა განადგურებულ დაღუპულ რასას ამარადისობდნენ ქვაში. მე არაფერი ვიცი ანუნაკებზე, ძალიან ცოტა ვიცი მაგაზე. მე მინდა ვთქვა, რომ მოგონებები დამებრუნდა, როდესაც მე ვიყავი 33 წლის ნახევრის. ეს იყო სათხალთო 6 წლის უკანო. ამბობს მორგან რეი. მე არ უყურებო ტელევიზორს, მე კინოებსაც არ უყურებო. შედებითგვარად. მაიქსალა იკითხება მორგან რეის. არ შეგიძლიათო გითხრათო, თუ რით განირჩევაო ნამდვილი კარიბჭეები იმ კარიბჭეებისგან, რომლებიც ნანახიაო ფილმში ვარსკვლავური ომები. ისინი ჩამოგავენ ერთმანეთს, მაგრამ ნამდვილი კარიბჭეები გაკეთებულია სხვა მასალისგან და ნამდვილი კარიბჭეები არისო უწონო, თითქმის უწონო. სერიალში კი ვარსკვლავური კარიბჭეები გამოიყურებიან როგორც წყალი. თითქოს ისინი მიდიან წყალში, მაგრამ ნამდვილი კარიბჭეები იყო თითქმის უწონო. არ იწონიდნენ. ისინი მართლა გავდნენ ნამდვილი კარიბჭეები მართლა გავს წყალს, მაგრამ მეტალური ბლესკით, სიბზინვარით. ესა კარიბჭეები ნამდვილი. ხო, აქ ლურჯი ვარსკვლავურ ომებში, ფილმს ვარსკვლავურ ომებში იქ არის წყალივით ფერი და აქ არის ნამდვილ ვარსკვლავურ კარიბჭეებში უფრო ვერცხლისფერი მეტალის იმით ბლესკებით. რასაკვირველია, ეს ძალიან საშიშია საერთოდ კარიბჭეებში გავლა. ერთ წელს ჩვენ დავკარგეთ 2 ადამიანი. იმის გამო, რომ ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვეძლო. ამიტომ ტექნოლოგია ეს დანადგარს შეეძლო ენახა თუ იქ რა მცენარეები იყო. საით მივემართებოდი ჩვენ.
ესე იგი, ჩვენ გვეძლოდაო საშუალება მომზადებულიყავითო. მაგრამ ცხოველები და არსებები მართლა იცოდნენ, რომ არსებობდაო დიდი რისკი. ხო, ჩვენ ხო არ ვიცოდი იქ როგორი ცხოველები და არსებები დახვდებათო. ასე დაიღუპაო ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომლებისგან. მას შეხვდა გიგანტური ცხოველი, მეორე კი დაიღუპა ამის გამო. მაიქსალა ეკითხება, როგორ მოხდაო რომ რეპტილიები იქნენო ჩათრეულნი პროგრამაში ვარსკვლავური კარიბჭეები. როგორ მოხდაო მათი ამ პროგრამაში გაერთიანება. თქვენ ახსენები გაქვთ, რომ ესე იგი, ერთ-ერთმა რეპტილიამ მოისურვა ინფორმაციის ესე იგი, მიღება თქვენი კვლევებიდან გამომდინარე. და ბოლოს გაირკვა, რომ ისინი აკონტროლებდნენ მისიას და ადამიანებს. შეგიძლიათ ახსნათ თუ რა როლს ასრულებდნენ რეპტილიები? მორგან რეი პასუხობს, რომ ჩვენ არც კი ვიცოდით თუ რეპტილიები რატომ იყვნენ იქ. ჩვენ არ გვესმოდათო, ჩვენ გვეგონაო, რომ ეს იყო დაკავშირებული ადამიანებთან. მე მგონიო, მათ ჭირდებოდა თუ რაღაც სამყარო რაღაც კონკრეტული ამოცანებისთვისო. მე მგონიო, ადამიანები და რეპტილიები დროდადრო ერთმანეთთან თანამშრომლობენო. და ვფიქრობ, რომ ადამიანებს და რეპტილიებს აქვთ ძალიან რთული ურთიერთობები. და მე მგონია, რომ რეპტილიები ძალიან ჯიუტები არიანო და მე არ მახსოვსო ჩვენ რომ მათთვის ვარი გვეთქვასო. სულ. და ვფიქრობ, რომ მათ იმ დროს ჰქონდათო თავისი მისია. მაგრამ რომ რეპტილიებს ემართათო ამ პროგრამით ისე კარგად არ მოხდებოდაო ყველაფერი როგორც იყო, რადგან მათი ხელმძღვანელობის ქვეშ რო ყოფილიყავითო, ყველაფერი იქნებოდა სხვაგვარად. მე ასე ვფიქრობო. ხო, ახალ იყო ვენერაზე საიდუმლო მისია, რომ ენახათო რამე ცხოვრების სიცოცხლის ფორმა. თქვა მაიქსალა, რომელიც ახლა არსებობს ვენერაზე მხოლოდ მაღალ გაზომილებებში. საიდუმლო მორგანი პასუხობს, რომ საიდუმლო მისია იყო არა იმისთვის, რომ გამოიკვლიათო ვენერა, არამედ საიდუმლო მისია იყო იმისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენო ვენერაზე. არის ასეთი პლანეტა გუა, რომელიც ეკუთვნით აქტურიანელებს, იქ მგონიო ვერცხლის წყალს მოიპოვებენო და რეპტილოიდებსაც უნდოდათო, ისინი იპარავდნენო ვერცხლის წყალს და ამ გუმა პლანეტის გამო მიდიოდაო ომი. ჩვენ გვინდოდაო მათ დახმარებოდითო და სივრცის კარიბჭის დახმარებითო ჩვენ მოხვდით ვენერის ქალაქში, სუპერ ქალაქში, ართურიანელებთან ერთად. ხო, თქვენ აგრეთვე გაქვთ იყავით კონტაქტში 10 ფუთიან არსებასთან, რომელმაც თქვენ მუცელში გაგიყარათ ნემსი. ამბობს მაიქსალა. რა იყო ეს ეკითხა მორგან რეის? მორგანი რეი პასუხობს, რომ მე არ ვიცი, რატომ მოიქცენო ისინი ასე და მაგათ ეგონათ, რომ არაფერი პასუხს არ გაცემდაო არავინ მათ დადაშაულისთვის. ალბათ მათ ეგონათ, რომ ეს შერჩებოდათო. მე მუშაობდი ვენერაზე. ხო, ჩემთან ერთად იქ ცხოვრობდაო ერთი გოგო, მაგრამ იმ ღამით ის არ იყო ჩემ ადგილზე. ხო, ალბათ მათ შეეძლოთ ტელეკინეზის გამოყენება და ალბათ უნდოდა დაეჯულათ მე გამოსულიყავი ხომალდიდანო. უბრალოდ მე გამეხვიდაო შუა ღამეს და ჩემ თავზე იყიდა ერთი მათგანიო და მეუბნებოდაო და მითხოვ წადიო დაიძინიო, მე წავედიო და დავიძინე. შემდეგ მან გამიჩხირაო ნემსი, რომელშიც იდვაო იყო კვერცხები. ესე იგი, შპრიცი ხო, მუცელში გაუყარა ნემსი და შპრიცში იდვა კვერცხები და ეს კვერცხები მუცელში გაუშვა ნემსის დახმარებით, შპრიცით. მეორე დღეს მე გამომეხვიდაო შეგრძნებებით, რომ რაღაც არ არისო წესრიგში. მე ყოველთვის მქონდაო ძალიან განვითარებული ინტუიცია. ის არსება დააპატიმრეს და გაასამართლეს პროცედურის დარღვევის გამო. მაიქსალა ეკითხება, და რა დაემართა იმ კვერცხებს, რომელიც მან შემოცელში გაუშვაო. ის კვერცხები ამოიღეს და მე წავედიო. მე დავტოვიო ბაზა. მე იქ დარჩენას არ ვაპირებდიო. მაიქსალა ეუბნება მორგან რეის, მოგვიყვებიო იმ ხომალდზე, რომელიც სპეციალურად შენთვის ააწყვესო. შენი დნმ-ისაგანო.
მორგანი პასუხობს, რომ მაგათმა აიღესო სისხლის და ქსოვილის ნიმუშებიო. შემდეგ 1-3 თვის განმავლობაში მას სძიდნენ ანგარში, სადაც თვითმფრინავების ისა. ხო, ზრდიდნენ პირდაპირ გაგებით. ის იზრდებოდა მიახლოებით 10 ფუტი დღეში. იყო სპეციალური მილი და იმაში იზრდებოდა. ეს იყო გონიერი ორგანიზმი. მას ჰქონდა სტრუქტურა, რომელიც ჩამოგავდაო ძვალს. ახლა თქვენ რომ ნახat შეხედავთო, მიხვდებით რომ ყველა კუთხეები შედგება ძვლებისგან. ახლა განახეთ მე თქვენ. აი ესა ხომალდი. დააკვირდითო, ძვლების სტრუქტურას გავსო, ჩამოგავსო. ეს ხომ ცოცხალი ხომალდია. ხო, ეს ხომალდი რომ გასულიყო დაჭერდა 9 წელიო, ამბობს მორგან რე. და ეს ხომალდი იყო სამხედრო და მასში ჩაეტიოდა 20 ადამიანი. მაიქცალა ეკითხება, როგორ თქვენი დნმ-ის მეშვეობით როგორ შექმნეს ეს ხომალდი. იგი რა დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთანო? და დნმ-ის ნიადაგზე შემდგარი ესე იგი იმიტომ შექმნესო დნმ-დან რომ თქვენ ხომალდსო ეცნოთო თქვენ გცნოთო და თქვენ ესე იგი ბრძანებები შეასრულოსო? დიახ, ამბობს მორგან რე, ზუსტად ამისთვის შეიქმნაო ის ხომალდი. ხო, მე ვიყავი ერთადერთი, ვინც ამ ხომალდს ესე იგი ჩართავდაო. მე მხოლოდ უნდა ჩამერთოო ეს ხომალდი. იქ იყო რაღაც ამობურცული ადგილი, სადაც ხელი იყო ისა, ხელის გულის ზომის რაღაც ხელსაწყო იყო, იმას დაადებდიო ხელსო და ჩემი ხელის ნაბეჭდები უნდა, კიდების ნაბეჭდები უნდა აეღო. დაეფიქსირებიაო. რასაკურველიაო იყო პროტოკოლები ყოველი შემთხვევისთვის თუ მე რამე დამემართებოდაო. მაიქცალა ეკითხება, თქვენ გახსოვთო როგორ ურთიერთობდითო თქვენ ხომალდთან და მათ აძლევდითო ბრძანებებს? ხო, ჩემი და ხომალდის ურთიერთობა გავდაო ტელეპათიას. ამბობს მორგან რე. ხო, და მაიქცალა ეუბნება, ალბათ დანარჩენი ეკიპაჟი ეკონტაქტებაო დაო თქვენ ხომალდს ჩვეულებრივ წესით, კომპიუტერის მეშვეობით. დიახო, უთხრა მორგან რე. ესე იგი, თქვენი მსახურების ბოლოსო თქვენ თვალზე გაიარეთო რეგრესიულ ასაკობრივი რეგრესია, ესე იგი უკან. დაბრუნება ის ხო დაბერდებოდა იქ, როდესაც მსახურობდა. და უკანა, ესე იგი, ასაკობრივი რეგრესია ჩაუტარდა, სანამ ის დაბრუნებოდა. თვალზე ჩაუტარდა ასაკობრივი რეგრესია. და დააბრუნეს მორგან რე იმ მომენტში, რა მომენტიდან წაიყვანეს. შეგიძლიათ ახდენოთ ეს პროცესიო, თხოვს მაიკლსალა. დიახო. ხო, ასაკობრივი რეგრესია ჩამოგავსო იმას თუ რა ხდებაო ფილმ ავატარშიო, სადაც ცნობიერება გადაქონდათო ერთი სხეულიდან მეორე სხეულში. იქ იყო ისეთივე კაფსულები, მათში იყვნენ ლურჯი სითხე და ბუშტულები. ჩვენ უბრალოდ ვიწექით მათში. ჭერზე იყო ღილაკი, რომ ჩაგერთო ძილის რეჟიმი. ჩვენ გავატარეთ ამ კაფსულებში 7 დღე, 7 საათი ყოველ დღე. ჩვენ შეგვეძლო ჩაგვეძინა, შეგვეძლო გვეფრიზლა. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, დავიძინებდი თუ არა. ეს იყო მაღალტექნოლოგიური პროცედურები, მე მახსოვს მხოლოდ ვიბრაციები. ეს იყო ვიბრაციული განკურნება. მათ მითხრეს, რომ ეს არის ბიოგენეტიკური უჯრედული განკურნება, ვიბრაციების დახმარებით. წყალი თითქოს მოძრაობდა. ხო, ესე იგი, მეხსიერების ბლოკირება როგორ ხდება თურმე. იმ ქონიათ აპარატი MRT-ს მაგვარი, ხომ იცით MRT რა? მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფია. რა გაწუნე და შიქროქტენია. ხო. და იქ შენწინო ჩანსო მთელი შენი გავლილი მომენტი ცხოვრებისა ლენტასავით. ისინი ყველაფრის ბლოკირებას ვერ შეძლებნენო, ამიტომ რაღაც მომენტები დაბლოკესო. რადგან ძალიან ბევრი ინფორმაცია იყო. ხო, მაიქცალა ეკითხება, შენ როდესაც ამ ასაკობრივი რეგენერაციის შემდეგ დაბრუნდიოდ უკან და დაიწყო ჯარში მსახურება
რა მომენტში მიხდიო შენო თუ როდის გახდიო ამ უცხოპლანეტარული რომელიღაც расებისთვის საფრთხეო. Мне было 33 года. Я довольно быстро вспомнила о программе МК Ульт. მე ვიყავი 33 წლის და ძალიან ჩქარა გამახსენდაო, ძალიან ჩქარა მოვიდაო ჩემთან მოგონება МК ულტრაზეო. იმის შემდეგ როდესაც ჩემი ჩაკრები ერთდროულად გაიხსნაო და მოხდაო ჩემი სულიერი კვეთრი გამოღვიძებაო, ისეთი შეგრძნება მქონდაო თითქოს რაღაცამ გაიელვაო ჩემ კეფაზეო და ჩემი ტვინი გადაბრუნდაო. მე მქონდაო ცოდნა კოსმოსზე. მე ვიცოდიო ჩემ კონტაქტებზე უცხოპლანეტელებთან. მე უცებ გამახსენდაო ჩემი უნარები. მე მქონდაო საუბარი ერთ უცხოპლანეტელთან. მართმა თითქმის ამ აკინძესო ჩემი მოგონებები ერთ სურათში. მე ვცხოვრობდიო უსახკარო სახლი, უსახკაროები სახლშიო შენობაში, რადგან რაღაც მომენტში მე გავხდიო ნარკომანი. მე ამ ნარკომანიასთან მქონდა ძალიან ძლიერი გამოცდილება. მაიქსალა ეუბნება რომ მორგან რეის რომ ფორტ იულისში დაუტოვებიათ მორგან რეის ორიგინალური სხეული. და როდესაც ის დაბრუნდა ფორტ-იულისში, არის ისტორიად გამოთქვა თუ არა, ამას მნიშვნელობა აქვს. მისი ორგანული სხეული დახვდა იქ. მათო მიყავთო ადამიანები სხვადასხვა დროის ხაზებიდანო და ისეთი შეგრძნება იქნებაო რომ თითქოს შენ დახტიხარო. როდესაც მე ვამბობ, როდესაც დავხტივარ სხვადასხვა დროის ხაზებზე და სხვადასხვა სივრცეებში, შეიძლება გადაადგილდეს სხვა სივრცეებში, სადაც არისო კიდევ ერთი მე. Это как вернуться в прошлое. ეს როგორც დაუშვათ დაუბრუნდე შენ წარსულს, Там, верно? Так что это был просто ან მომავალს. еще один аспект меня, ეს იყო კიდევ ერთი ასპექტი ჩემისა, который они решили забрать. რომლის წაყვანა მაგათმა გადაწყვიტეს. ხო, ახლა მაგალითად მე ვარ აქ, ჩემი კიდევ რომელიღაც ასპექტი არის კიდევ წარსულში და ჩემი რომელიღაც ასპექტი არის მომავალში, რამდენიმე წლით ადრე მომავალში. ან და ახლა მაგალითად მაგათმა მე არ წამიყვანეს, მაგრამ შეიძლება ჩემი ასპექტი წაიყვანეს მომავლიდან, ან ჩემი ასპექტი წაიყვანეს წარსულიდან, ხო? და ეს გამოდის რომ მე დავხვდივარ იქეთ-აქეთ. მე არ ვიცი მაგათმა რა უქნეს ჩემს სხეულს. ხო, მე უკმაყოფილო ვარო. იმით რომ ჩემზე არც კი უკითხეთო აზრი თუ რა გაუკეთონო ჩემს სხეულს, ჩემ ორიგინალურ სხეულს. ხო, ახლა მორგანი ჩამოთვლის უნარეს, რომლებიც გააჩნია. მას შეუძლია ტელეპორტაცია გალაქტიკაში, სადაც შავი ხვრელი, რომელიც იქაა განლაგებული, არის კარიბჭე, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა გალაქტიკებს. მე იქ გავემგზავრე, შემდეგ დაბრუნდი უკანო. მე არც კი ვიცი ეს როგორ აღწერო. Похоже на обычное неинтересное переживание. Это было не похоже на то, что мое физическое კარგი, მოდი ჩვენ ახლა ამ პლანზე, ამ ნოტაზე დავამთავრეთ ეს ვიდეო დროებით.